მოგესალმებით, ვიწყებ გაკვეთილის ჩაწერას პოკერის მოთამაშე ტიპების შესახებ, ანუ რა ტიპის ოპონენტებს შევხვდებით მაგიდებთან. რა თქმა უნდა, ძალიან მრავალფეროვანია ოპონენტთა ტიპები, ყველა მოთამაშე გარკვეულწილად უნიკალური და ინდივიდუალურია, მაგრამ მაინც არის რაღაცა საერთო ამ მოთამაშეებს შორის და არის გამოყოფილი რაღაცა ძირითადი კატეგორიები, რომელსაც დღეს გავვლით, რომელსაც დღეს ვილაპარაკებთ და დაახლოებით იმ მორგების სტრატეგიებზე გავამახვილებ ყურადღებას, რომელიც რელევანტური იქნება ამა თუ იმ მოთამაშეს ჯგუფის მიმართ. ხო, ზოგადად ცხოვრებაშიც ანუ ადამიანები ძალიან მრავალფეროვანი ვართ, მაგრამ მაინც რაღაცა კატეგორიებად ყოფთ ხოლმე ერთმანეთს და რაც იდეაში, შეიძლება ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი არ არის, მაგრამ სანამ მოთამაშეებს ახლოს გავიცნობთ ხოლმე, აი ამ პირობითი კატეგორიებით ძალიან ეფექტურად შეგვიძლია ვიხემძღვანელოთ. ასევე დავამატებ, რომ პოკერის მაგიდასთან ძალიან მრავალფეროვან ადამიანებს შევხვდებით. ამიტომაც ჩავსვი ესეთი სლაიდი და მინდა ესეთი საკუთარი გამოცდილებიდან და საკუთარი დაკვირვებიდან თქვა, რომ ძალიან საინტერესო სფეროა. ანუ იმდენად მრავალფეროვანი და იმდენად საინტერესო ადამიანების ნახვა შეიძლება პოკერის სამყაროში, რომ მე არ ვიცნობ სხვა სფეროს, სადაც ესეთი მრავალფეროვანი სპექტრი იქნება წარმოდგენილი ადამიანების და მოდი გადავიდეთ ახლა უშუალოდ მოთამაშე ტიპებზე და აი ეს კატეგორიებად ასე ვთქვათ წარმოვიდგინოთ თუ რა ტიპის კატეგორიები, ანუ უკვე თამაშის სტილის ნაწილში შევაფასოთ. ეხლა ამ შემთხვევაში მე მრავალფეროვან ადამიანებს გულისხმობდი, ანუ პიროვნულად მრავალფეროვან ადამიანებს და ეხლა უკვე გადავიდეთ თამაშის სტილზე, რაც უკვე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ანუ სტრატეგიულ ასპექტებზე. პირველი რაზეც ვიტყვი, ეს არის რომ რა კომპონენტებს ვაქცევთ ყურადღებას. და სულ ორი კომპონენტი, რასაც უნდა მივაქციოთ ესეთი ძალიან დიდი ყურადღება, ეს არის აგრესიულობა მოთამაშის და რამდენად ჩაკეტილი ან გახსნილი, ან რამდენად ჩაკეტილია მოთამაშე. ანუ რა რაოდენობა სასტარტო კომბინაციების ათამაშებს, ეს არის თაითი და ლუზი, აი ესეთი კონტინიუმი და თუ რამდენად აგრესიულად ან პასიურად ათამაშებს, ეს არის მეორე კონტინიუმი. ამ შემთხვევაში ეკრანზე არის წარმოდგენილი უკვე რამდენიმე დასახელება, თაგი რომელიც არის თაითი აგრესიული, ანუ ცოტა კომბინაციას ათამაშებს და ათამაშებს აგრესიულად, აი ლაგი ამ შემთხვევაში ლუზ აგრესიულია, ანუ შედარებით უფრო ბევრ კომბინაციას ათამაშებს, მაგრამ ისევ აგრესიულად. რაც შეეხება აი აგრესიულ ფიშს, A fish როწერია აქ, ხო? ეს ექსტრემალურად ბევრ კომბინაციას ათამაშებს და ექსტრემალურად აგრესიულად. ზოგადად ნებისმიერი ექსტრემალური ტიპი მოთამაშის, როგორც წესი არის ხოლმე რეკრეაციული მოთამაშე. ყველა არა, მაგრამ ამაზე მე ვილაპარაკებთ. მაგრამ აი მაგალითად ექსტრემალურად პასიური და ექსტრემალურად ლუზი მოთამაშე, ეს არის ლუზ პასიური მოთამაშე, რომელიც სავარაუდოდ იქნება წამგებიანი მოთამაშე, ანუ რეკრეაციული მოთამაშე, რაც სლენგზე ფიშებს რასაც ეძახიან, ამ შემთხვევაში პასიური ფიში. და იგივე შეიძლება ითქვას აგრესიულ ფიშზე. ნიტები არიან ექსტრემალურად თაითი მოთამაშეები, ნიტებზე და აი უკვე სადითავოთ აი მოთამაშეებს გავივლით უკვე შემდეგ სლაიდებზე, მაგრამ აქვე დავაკვირდეთ ამას, რომ აი ესე ვაფასებთ დაახლოებით აი ორი კატეგორიით, აი ორი ასე ვთქვათ სტილის ნიშნით ვაფასებთ მოთამაშეებს. ეს არის აგრესიულობა და ჩაკეტილობა, შეიძლება ესე ითქვას. კარგი, გადავინაცვლოთ შემდეგ სლაიდზე და პირველ რიგში ვიტყვი უცნობ მოთამაშეებზე. ვждებით მაგიდასთან, ჩვენც არ არის ცნობილი ზოგიერთი მოთამაშე. ზოგიერთი შეიძლება მონიშნული ყავდეს მარკერით, რომელსაც აქამდე გვითამაშია, ან თუ სტატისტიკით თამაშობთ, ზოგიერთი შეიძლება უკვე გქონდეს დაგროვილი გარკვეული სტატისტიკა. და მათ შესახებ უკვე ვიცოდეთ რაღაცა. მაგრამ არიან მოთამაშეები, რომლებიც შესახებად არაფერი არ ვიცით. და ამ შემთხვევაში ჩვენ აი ზედაპირულ მახასიათებლებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. მაგალითად, რამხელა სტეკი აქვს. როგორც წესი, რეგულარებს აქვთ ხოლმე მაქსიმალური სტეკი, ანუ 100 დიდი ბლაინდი იმ მაგიდებზე, რომელ მაგიდებსაც ჩვენ ძირითადად ვსწავლობთ ამ არხზე, ანუ ეს არის 40-დან 100 დიდ ბლაინდამდე მაგიდები, ანუ ეს რეგულარული მაგიდები. 100 დიდ ბლაინდ სტეკს, დიდ სტეკს ვეძახით, ანუ big stacks და შესაბამისად დიდი სტეკი აქვთ ხოლმე რეგულარებს. როგორც წესი, თუმცა არსებობენ რა თქმა უნდა პროფესიონალი short სტეკებიც, გააჩნია rooms, გააჩნია ფორმატს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ოპონენტი, რეგულარული ოპონენტი პროფესიონალი ზის სრული სტეკით. ანუ თუ არასრული სტეკი აქვს, ეს უკვე ნიშანია, რომ შეიძლება რეკრეაციული მოთამაშე იყოს. ასევე bet sizing-ები, არსებობს რაღაცა ის სტანდარტული bet sizing-ები, ხო? Open raise-ებს მაგალითად რაღაცა
2.5 3 დიდი ბლაინდის ზომიდან შეიძლება 3.5 4 დიდი ბლაინდის ზომითაც აკეთებდეს რა პროფესიონალი გააჩნია ისევ ლიმიტებს და გააჩნია ფორმატს თამაშისას მაგრამ რაღაცა ექსტრემალურ bet sizing-ს არ იხმარს მაგალითად რეგულარი ამის შემჩევა ან bet sizing-ებზე შეიძლება შევამჩნიოთ მაგრამ ტრიბეტს აკეთებს ხო ტრიბეტს როგორც წესი პოზიციაში 3x ვაკეთებთ ხოლმე უპოზიციოდ 4x ხო მინიმალურ ტრიბეტს სავარაუდოდ რეკრეაციული მოთამაშე გააკეთებს. აი ესეთ კომპონენტებს უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება და ამის მიხედვით უნდა განსაზღვროთ ვის ვეთამაშებით. რა თქმა უნდა, სანამ ოპონენტი არის ჩვენთვის უცნობი, მანამდე სასურველია რომ კარგად დავაკვირდეთ ამ ოპონენტს და ასე ვთქვათ ნაჩქარები დასკვნები არ გავაკეთოთ, იმიტომ რომ თუ მე ოპონენტს რამე ჩვენ მარკეტით მივანიჭებთ რაიმე ფერს მე ჩვენივე მინიჭებელმა ფერმა შეიძლება რაღაც მომენტში დაგვაბნიოს და არასწორი გადაწყვეტილება მიგვაღებინოს. შესაბამისად, კარგად დავაკვირდეთ უცნობ მოთამაშეებს და დასაწყისისთვის ისეთი სწორხაზოვანი ჩვენი თამაში ვეთამაშოთ ერთ სიტყვით რა. ეს არის და ეს. და ზედაპირულად დავაკვირდეთ რაზეც ვილაპარაკე. ლიმპებს დავაკვირდეთ. თუ ლიმპავს, მაღალი ალბათობით ფიშია, მაგრამ არიან რეგულარები, რომლებიც ლიმპავენ ასევე. ამასაც ესეთი, ასე ვთქვათ, კარგი დაკვირვება ჭირდება. ვინც ტერმინოლოგია ვიზედაც უცნობია, ლიმპირას ნიშნავს ასე შემდეგ, ესეთ მაყურებელს ვურჩევდი სხვა ვიდეოების ყურებას განსაკუთრებით ცოცხალი წესების ტერმინოლოგიას უფრო მეტად უღრმავდები ხოლმე. გადავინაცვლოთ უკვე სხვა კატეგორიაზე. და უკვე საინტერესო კატეგორიაზე, რომელთანაც ძალიან ხშირად გვიწევს თამაში განსაკუთრებით მიკროლიმიტებზე. ესენი არიან calling station-ები, ან უბრალოდ ტელეფონებს ვეძახით ხანდახან. აი ესეთი ტელეფონები, როგორებიც ეკრანზეა წარმოდგენილი. ალბათ ვიღაცებს გეცნობათ, მე მაგალითად სახში მქონია ესეთი ტელეფონი, მე ასაკით ცოტა დიდი ვარ. და ნახე ძალიან დიდი არ ვარ 33 წელს ვარ და ესეთი ტელეფონს მოვესწარი და მქონდა. აი ხა მაგალითად ეს 4 ცალი ტელეფონი ვდევს. აი რაღაც ძალიან კარგ მაგიდას მაგონებს მე რა, აი 4 რეკრეაციული მოთამაშე რომ შეიძლება იჯდეს, აი ესეთ მაგიდები უნდა ვეძებოთ და ესეთ მაგიდებთან რომ ვითამაშოთ სასურველია. თუმცა მე ძალიან ბევრი მოთამაშისგან მსმენია ხოლმე საყვედურები და ასე ვთქვათ უკმაყოფილებები აი calling station-ების მიმართ, თუ ამბობენ რომ აი ეს ყველაფერს ქოლავენ, აღარ შემიძლია ამასთან თამაში და ასე შემდეგ. კი, ზოგჯერ ძალიან ნერვების მომშლელია ხოლმე. მაგრამ დამიჯერეთ რომ ყველაზე ადვილი ამ მოთამაშეებთან არის თამაში. ესენი არიან მოთამაშეები, რომლებიც ჯერ ერთი ჩვენი შემოსავლის, ანუ პროფესიონალი მოთამაშის შემოსავლის ძირითადი წყარო არიან, ამით დავიწყოთ. და მე დავიწყოთ იმით, რომ ანუ პასიური მოთამაშეები არიან, ანუ ძალიან ადვილია ამ მოთამაშეს. ზოგადად ძნელი პოკერში არის აგრესიის წინააღმდეგ თამაში. თორე პასიური მოთამაშეთან თამაში ძალიან ადვილია. ეს არიან მოთამაშეები, რომლებიც პოკერი ძალიან პრიმიტიულ დონეზე გაიგეს ზოგადად და ყველაზე ბევრნი არიან, სხვათა შორის რეკრეაციულ მოთამაშეებში ყველაზე ბევრნი არიან ეს ლუზი პასიური მოთამაშეები. რომლებშიც კიდე კატეგორიებია, შიდა კატეგორიებია, რა თქმა უნდა, არიან, რომლებიც ძალიან ხშირად თამაშობენ limp calls მაგალითად. არიან რომლებიც limp folds-საც თამაშობენ, ანუ შედარებით ტაიტები არიან, მაგრამ აი ლუზი პასიურები რა. რა ტიპის მორგება შეიძლება გავაკეთოთ ამ მოთამაშეებს. მოდი ჯერ ვიტყვი, როგორ გაიგეს ამ მოთამაშეებმა საერთოდ თვითონ პოკერი. ანუ როგორც ასე ვთქვათ, აი შინაარსი, საზრისი როგორ გაიგეს პოკერის. ამ ადამიანებს გონიათ, რომ პოკერში მნიშვნელოვანია კომბინაციების აწყობა. და ცდილობენ, რომ აი რაღაცა სასტარტო კომბინაცია რომ მოუვა, ცდილობენ, რომ რაღაცა კომბინაციები ააწყონ. და მე მქონია ესეთი გამოცდილება ერთხელ ცხოვრებაში, რომ ვიჯექი მაგიდასთან რეალურ, ანუ ლაივ პოკერში მეგობრები იყვნენ ძირითადად გარშემო, მე ანუ ისეთი სერიოზულ თამაშებში არ მიმიღია ლაივ პოკერში მოაწოდება, მარტო home game-ებში. და home game-ში ვიყავი, ერთ წუთს მეგობრებთან ერთად და ანუ ვარეიზერი მე ჩემ თამაშში თამაშობდი ჩორლებად, ესენი ლიმპავდნენ, მე ვარეიზერდი. ერთმანეთს მითხრა, რა გინდაო რა შეგჭამებ ამ რეიზებითო რა, გვაცადეო რა თამაშიო რა, ესეთი რაღაცა მითხრა. ხო, მივხვდი რომ ანუ ვაფუჭებდი ამ ადამიანებთან თამაშს, ანუ ესენი სხვა რაღაცას აკეთებდნენ აქ რა. ანუ ესე გაიგეს ამათმა თამაში, აი, როგორც პასიანსი არის, ხო რაღაცები ნააწყო ეს. კარგად არ ვიცი მე პასიანსი, მაგრამ აი კარცო ალაგებენ და რაღაც რა აწყობენ ხოლმე რაღაც კომბინაციებს. ესე გაიგეს ეს თამაში, ხვდებით? და უნდა რომ რაღაც კომბინაციები ააწყო. სად არიან ამაში ფული გადაიხადონ. გასაგებია ხა ოფლაინში შეიძლება მართლა ისეთი საყვედური გითხრან, რატო არ ეიზებ ასე შემდეგ. ნუ ონლაინში ეს რა თქმა უნდა, როცა სერიოზულ ნამდვილ ფულზე არის თამაში, როცა მეგობრობის წრეში არ არის თამაში. რა თქმა უნდა, იქ ჩვეულებრივად, ანუ ჩვენ ვცდილობთ რომ მათემატიკურად წამგებიან პოზიციაში ჩავაყენოთ ეს მოთამაშეები. შესაბამისად, ანუ მორგების მთავარი სტრატეგია არის, რომ ძლიერი ხელი და დიდი bet sizing-ი. ველოდებით ძლიერ ხელს, ვაკეთებ დიდი sizing-ებით ფსონებს და ვცდილობ რომ ესეთი ოპონენტებიდან მივიღო მაქსიმალური value. რაღაც სიტუაციაში, მაგალითად თუ
ფლოპი მოდის ისეთ რაღაც ბევრი მომდინე ხელი იკითხება და მე მაქვს ძლიერი ხელი, მაშინ შეიძლება გავაკეთოთ ძალიან დიდი ფსონი, მაგრამ პოტზე უფრო დიდი ფსონი. ანუ ამას ნიშნულობა ამ ოპონენტებისთვის არ აქვს. რახელა ფსონს აკეთებ, ამ ოპონენტებს დიდად არ აინტერესებთ. თავარია რომ რაღაცა კომბინაცია შეაგროვონ. ფლოპი რაც უფრო ბევრი კომბინაციის შეგროვების შესაძლებლობას იძლევა, მაგ დროს შენ შეგიძლია უფრო მეტი გადაახტევინო უბრალოდ ამ ოპონენტებს. როცა ფლოპზე არაფერია, ისეთი რომ მოეჭიდოს დაუშვათ შენი ოპონენტი, მაგ დროს შეგიძლია ცოტა ნაკლები საიზინგები გააკეთო, რომ რამით მაინც გადაგიხადოს. ეს არის და ეს, უბრალოდ ესეთ ოპონენტებთან ვცდილობთ, რომ მეტაკლებად კარგი ხელი დავიჭიროთ, არ არის აუცილებელი რაღაცა ძალიან ძლიერი ხელი, შეიძლება არც ისე ძლიერი ხელი გქონდეს, მაგრამ უბრალოდ ოპონენტის სპექტში ბევრი უარესი ხელი იკითხებოდეს და იმას გადავახტევინოთ შედარებით პატარა საიზინგით და აი, უბრალოდ უნდა გადავახტევინოთ. ეს არის ჩვენი კი ხანდახან რივერს დაუდებს ხოლმე და მოგვიგებს და ნერვები მოგვეშლება. არა უშავს. პოკერი არის ზოგადად ესეთი თამაში, ხანდახან ნერვები გვეშლება, ამას უნდა შევეგუოთ. ამაზე ფსიქოლოგიის ვიდეოში ვილაპარაკე, მომავალში ალბათ კიდე გავაკეთებ ამ თემაზე ვიდეოს, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი თემაა და რას ვიზამთ? ნერვების მოშლისთვის წინასწარ ზადუნავ ვიყოთ, გაბრაზების წინასწარ ზადუნავ ვიყოთ, თორსა პოკერის მაგასთან ვჯდებით და შევეცავოთ რომ ყველაფერს ცოტა შედარებით უფრო ისეთი რაციონალური და ცივი გონებით შევხედოთ. თუმცა ემოციებისგან მაინც არ დაგვაზღავს, რაღაც მომენტებში ძალიან გაგვიხარდება, რაღაც მომენტებში ძალიან გული დაგვწდება და ასე შემდეგ. ასევე არის ესეთი სტერეოტიპი, მათ შორის პროფესიონალ მოთამაშეებში, რომ ასე ვთქვათ, calling station-ების წინააღმდეგ არ უნდა იბლეფო და calling station-ები შენ წინააღმდეგ არასოდეს არ ბლეფობენ. კი, ძირითადად ესეა. თუმცა არის სპეციფიკური სიტუაციები, სადაც calling station-ების წინააღმდეგ უნდა იბლეფო. მაგალითად ეს არის ხოლმე რივერი, ძირითადად, იმიტომ რომ რივერამდე ცდილობენ რომ რაღაცა გაათრიონ და რივერზე როცა დავუშვათ მომდინე ხელები აცდება და სავარაუდოდ ვერ გაათრიეს ის რაც უნდა გაეთრიათ, შეგვიძლია დააყრევინო ის არაფერი. მაგალითად ახლა თქვენ თუ გიჭირავთ რაღაცა 10-იან ცხრიანი და შეიძლება უბრალოდ რაღაცა დამაცხრიანმა მოგიგოს ან დამა 10-იანმა უბრალოდ დამა მაღალით Queen High შეიძლება მოგიგოს, შეგიძლია რომ მაგ დროს ჩაოლურად გახვიდე და ეცადო რომ დააყრევინე, მაგრამ როცა calling station-ს აყრევინებ, უნდა იცოდე რომ ძალიან სუსტ ხელს აყრევინებ. თითქმის ნაგავს. უბრალოდ შენ როცა იმ ნაგავთანაც აგებ, აი ამ შემთხვევაში შეგიძლია იბლეფო. თუ შენ უკვე ოპონენტი დასვი წყვილზე ან უფრო ძლიერ ხელზე, მაგ დროს ჯობია აღარ იბლეფო, იმიტომ რომ სავარაუდოდ დაგიქოლავს. კიდე თვითონ როდის ბლეფობენ ამ calling station-ები, ამაზე ვთქვათ. ეს ყველაზე მეც ალბათ ახლა ამაზე ვილაპარაკებ. დანარჩენ კატეგორიაზე შედარებით ნაკლებს ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ეს მაინც მიკროლიმიტებზე ყველაზე აქტუალური მოთამაშეთა ტიპი არის. კარგი, ჩვენ როდის შეგვიძლია რომ დავიჭიროთ ბლეფზე calling station-ი. მაგალითად, როდესაც მომდინე ხელები აცდება რივერისთვის და ჩვენ ვართ უპოზიციოთ, შეგვიძლია დაუჩეკო და გავაკეთო ბლეფის პროვოცირება. იმიტომ რომ ეს არის სიტუაცია, სადაც სავარაუდოდ მოთამაშემ ააცდინა რაღაც მომდინე ხელი და პოტის მოგების ერთ-ერთი შანსი რჩება რომ იბლეფოს. აი ამ შემთხვევებში ძალიან ხშირად calling station-ები ბლეფობენ ხოლმე. მაგრამ კარგად უნდა დასვა ხელზე და თუ მომლოდინე ხელზე სვავდი და აი ფლეშ მაგალითად ფლეშ დროზე სვავდი, ხო? აცდა ფლეშ დრო. დავჩეკავ და მან ველოდები რომ იბლეფებს. ძირითადად თუ დიდი ინვესტიცია აქვს უკვე გაკეთებული იმ შემთხვევაში. მაგალითად უკვე ნახევარი სტეკი აქვს ხო ინვესტირებული პოტში. აი უკვე გაკეთებული ინვესტიციების დაკარგვა დაენანება და სავარაუდოდ იბლეფებს. იმიტომ რომ ის ნახევარი სტეკი უკან დაიბრუნოს, რომელიც უკვე ინვესტირებული აქვს პოტში. თუ ძალიან ბევრი არა აქვს ინვესტირებული პოტში, all-in-ით ალბათ არ იბლეფებს და იბლეფებს რაღაცა საცოდავი საიზინგები. ძირითადად ეს რაღაცა საცოდავი საიზინგები თუ ყოთ ხოლმე ბლეფი. მაგალითად 10% პოტი შეიძლება გააკეთოს ფსონი, 15% ან 1 ბლაინდი უბრალოდ. მოკლედ, აი ესე თამაშობენ ეს მოთამაშეები, ინტუიციურად პოკერი ესე გაიგეს, სამწუხაროდ ესე არ არის პოკერი. მოდით ვთქვათ ახლა როგორ არის პოკერი და სხვა კატეგორიის მოთამაშეები, რომლებიც რადიკალურად საწინააღმდეგოდ გაიგეს პოკერი, ანუ საერთოდ სხვანაირად გაიგეს პოკერის საზრისი. და შედარებით უფრო სწორად სხვათა შორის, მაგრამ მაინც ძალიან არასწორად. ესე იგი, მოდით ვთქვათ, რეალურად რა ხდება პოკერის მაგიდასთან. კი, ამ თამაში არის რაღაც კომბინაციები, რომლებიც აუცილებლად კარგად უნდა ვიცოდეთ და ამაზე მე მაქვს ვიდეო და ვინც კარგად არის კომბინაციები, ვურჩევ რომ წავიდეს და ვირტუალურ ფულზე ითამაშოს და ისწავლოს ძალიან კარგად კომბინაციები, სანამ ძალიან კარგად აი მართლა რომ იდეალურად არ ეცოდინება კომბინაციები და მომლოდინე ხელები და ასე შემდეგ არ ვურჩევდი რომ ნახტულზე ეთამაშა. მაგრამ ამ თამაშის პრინციპი, ამ თამაშის საზრისი მაინც სხვა რამეა. აი მაგალითად რა არის ამ თამაშის საზრისი? რიგდება კარტი და სანამ კარტი დარიგდება, მანამდე კეთება ბრმა ფსონები. ბლაინდები.
და აი შეგვიძლია ესე შევხედოთ სიტუაციას, რომ ცხადდება ერთგვარი აუქციონი ამ ბლაინდებზე. და ადამიანები აკეთებენ თავიანთ სიტყვას. ვიღაცეები მზად არიან რომ გაათანაბრონ ბლაინდი და თავისი კომბინაცია წარადგენენ შოუდაუნზე და ვიღაცეები არიან რომ უფრო მაღალი ფსონი გააკეთონ, როგორც აუქციონზეა, ხო? დაასახელონ უფრო მაღალი თანხა, რომლის განახორციელებიც არიან ამ ბლაინდების მოსაგებად. თუ ვიღაცა დაასახელებს ისეთ თანხას, რომ მისი კონკურენტი არავინ აღარ იქნება, ის წაიღებს სპოტს, ანუ აუქციონზე გამარჯვებული იქნება და წაიღებს და თუ ვიღაც ორი მოთამაშე თანაბარ რაოდენობას დაასახელებენ, თანაბარ რაოდენობა თანხა უღირს რომ გადაიხადონ ამ ბლაინდების მოსაგებად, ამ შემთხვევაში უკვე კარტი გადაწყვიტავს. ანუ 80 და უფრო მეტ პროცენტ შემთხვევებში ანუ კომბინაციები საერთოდ არაფერ შუაში არ არის. უბრალოდ ვინ უფრო მეტის გადამხდელია ამ პოტის ასაღებად დაახლოებით ამაზე არის აუქციონი. აი დაახლოებით ძალიან უხეშად და ისე პრიმიტიულად ვაკეთებ ფორმულირებას პოკერის აზრისის. და ამ კონსტიტუციებმა ესე იგი მარტო გაიგეს რომ კომბინაციებია პოკერი, მოკლედ და კომბინაცია უნდა აწყო. უკეთესი კომბინაცია როცა იქნება მოიგებ, რა ძალიან არასწორი შეფასებაა, 90% შემთხვევაში, ნუ შეიძლება არა, მაგრამ ნუ მოდი არ დავასახელოთ ზუსტი პროცენტი, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს არის მცდარი. ეს ესე არ არის, იმიტომ რომ შოუდაუნზე არ მივდივართ და მანამდე თავდება დარიგებები. ნუ ნახევარი დარიგებები საერთოდ პრეფლოპზე მთავრდება და საერთოდ ფლოპსაც არ ვნახულობთ, ანუ ზოგადად, ანუ გააჩნია შემადგენლობებს, მაგრამ ძირითადად ეს მეტაკლებად ჭიდრო შემადგენლობებში ეგრეა. და ხო, ახლა მანიაკებმა როგორ გაიგეს ეს? მანიაკები არიან აგრესიული ფიშები, ალბათ ახლა თვითონ სახელიდან გამომდინარე მიხვდით. ამასთან პირიქით საერთოდ ჩათვალეს რომ აზრი არ ქონდა ამ კომბინაციებს რა. ჩათვალეს რომ უბრალოდ ფსონები უნდა აკეთო იმისათვის რომ მოიგო. ეს არის და ეს. ახლა რატო გაიგეს უფრო უკეთესად? კი, ანუ ესეც წამგებიანი სტილი, რა თქმა უნდა, ძალიან წამგებიანი სტილია და ბევრად რომ მალე წააგებენ სავარაუდოდ ვირეკონისტეიშენები, ისინი კიდე მეტაკლებად რაღაცა კომბინაციებს მაინც აწყობენ ხოლმე და რაღაც პოტებს მაინც აიღებენ ხოლმე. და მანიაკები კიდე, ანუ რა ვიცი, პირველივე დარიგებაზე დაждდება თუ არა პირველივე დარიგებაზე რაღაც მია ფშნას ვიღაცას ეს თავისი სტეკი და ხშირ შემთხვევაში ეგრეც იქნება. მაგრამ რეალურად აი მანიაკი როგორ უყურებს? უკვე აზროვნების რაღაც პონჩი მეორე ლეველზე გადადის და უკვე ოპონენტის ჰენდზე იწყებს ფიქს, რომ რა შეიძლება ყავდეს ოპონენტს. კი, ძალიან უხეშად და ძალიან არასწორად აფასებს ყველაფერს, მაგრამ მაინც ანუ აზროვნების უკვე მეორე ლეველზეა, რომ უკვე რაღაცნაირად აი ეს ეგოცენტრული პოზიცია კი არა აქვს, მარტო თავის ხელს კი არ ჩაყურებს. არამედ უკვე რაღაცა ოპონენტს რა შეიძლება ყავდეს აი ამ კატეგორიაში აზროვნებს და ეს უკვე აზროვნების მეორე ლეველია და უკვე ასე თქვა განვითარებულია შედარებით. ასევე აი მაგალითად ტურნირებზე განსაკუთრებით ქეშ თამაშებში ხა მანიაკები რასაც იგებენ ძირითადად უკან ტოვებენ ხოლმე ხა ხშირ შემთხვევაში. მაგრამ ტურნირებზე კი შეიძლება აი მანიაკმა შეიძლება ტურნირი მოიგოს და ხშირ შემთხვევაში გვინახოს ესეთი შედეგები, როდესაც ანუ პირველზე გადის მოთამაშე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ ტურნირიდან გავარდნილი იყო, მაგრამ რატომაც მაინც გამომართლა. ხო, აი ეს მომენტი რჩება მანიაკს, რომ ანუ calling stations თუ ერთი ოპცია აქვს მოგების რომ კარტი მოუვიდეს. მანიაკს უკვე ორი ოპცია აქვს. ერთი შეიძლება დააყრევინოს მოთამაშეებს და მეორე რომ მერე უკვე თუ ვერ დააყრევინა კარტი მოუვიდეს. ანუ რეალურად ისიც გადის შოუდაუნზე, ისიც ნახულობს და რეალურად მანიაკი მიხვდა მანიაკი რო ეძახე ისეთი ბონდია რა. ხო, ანუ აგრესიული ფიში მიხვდა რომ რეალურად აგრესია პოკერში არის უპირატესობა. ინიციატივა არის უპირატესობა და კი ეს მართლა არის უპირატესობა, ჩვენ ძირითადად ამაზე ვლაპარაკობთ. ანუ 4 უპირატესობა არსებობს პოკერში, ეს არის ხელისიძლიერე, რასაც ყველა მიხვდა, მათ შორის calling station-ი, ანუ ყველაზე პრიმიტიული რაღაცა, ანუ პოკერის გაკვეთილში, პირველ გაკვეთილში აგიხსნეს რომ არის კომბინაციები. უკვე მერე შემდეგ არის უკვე პოზიცია ძირითადად ამათ არ იციან ხოლმე რა არის რეკრეაციულ მოთამაშეებმა სამწუხაროდ წესებში საერთოდ პოზიციას არ ასწავლიათ. ზოგადად აი თამაშის წესები სადღაც ხო პოზიციას არ გასწავლიან, მაგრამ მე ბოლოს გავაკეთე თამაშის წესების ვიდეო, სადაც ახსენი პოზიციაც, იმიტომ რომ ვფიქრობ ეს თამაშის წესებში უნდა იყოს ახსნილი. იმიტომ წესია. ეს უბრალოდ თამაშის წესების ნაწილია ჩემი აზრით და მაგალითად წლები ისე თამაშობდი პოკერს, საერთოდ არ ვიცოდი რა იყო პოზიცია. და ესე იგი პოზიცია არ იციან ხოლმე მათმა და ინიციატივა, რა თქმა უნდა, არის უპირატესობა, მესამე უპირატესობა, თქვით ხელისიძლიერე, პოზიცია, ინიციატივა. აი მანიაკი მიხვდა რომ ინიციატივა არის უპირატესობა და ინფორმაცია. ნუ ინფორმაცია გასაგებია. ინფორმაციის გამოყენება რეკრეაციულ მოთამაშეებს ზოგადად ძალიან ზედაპირულად შეუძლიათ. თუმცა რაღაც მომენტებში შეუძლიათ. შეუძლიათ, რომ შეამჩნიონ ვიღაცა არის შედარებით თაითი მოთამაშე, ვიღაცა შედარებით ლუზი, ვიღაცა შეიძლება შედარებით ადვილად დააყრევოს, ან რაღაცების შემჩნევა შეუძლიათ, ანუ ისიც არ არის, მაგრამ მაინც ძალიან ცუდად, უხეშად და ზედაპირულად. მოკლედ მანიაკეთან რა უნდა გავაკეთოთ? მოდი ესეც ვთქვათ ბოლოს.
მანიაკებს გააჩნიათ არიან სხვადასხვა კატეგორიის არიან აი მაგალითად ყველაზე უხეში მანიაკები open push-ერები ესე რომ დავარქვათ რომლებიც პირდაპირ აოლინებენ ესეთ მოთამაშეებს შეგვიძლია ცოტა ლუზურად დაუქოლოთ ოლინები მაგრამ აი ძალიან ესეთი ლუზური ქოლებიც არ გამოდის რა იმიტომ რომ ძირითადად ძალიან ხშირად შეება უბრალოდ ამ კეშ თამაშებში უბრალოდ გავორმაგდეს და ადგეს რა ეგეთი ვარიანტია და hidden runners-ს ეძახით მაგათ და არ გვაწყობს ეგეთი რაღაცა შესაბამისად გვინდა რომ მაინც შედარებით ძლიერ ხელს დაველოდოთ და აი ცხრიანებიდან ზევით წყვილები კარგად მუშაობს ჩემი აზრით open push-ერებთან და ნუ ეხლა ტუზკარული ტუზდამა ერთი ფერი შეიძლება ერთი ფერის ტუზვალეტიც კარგად მუშაობდეს. დანარჩენი ხელები ეხლა კაროლ დამას მაგალითად არ უნდა დაუქოლო და ანუ სხვა ხელები არ უნდა დაუქოლო. რიგ შემთხვევებში ძალიან ღრმა სტეკებში და დიდ სტეკებში შეგიძლია ის ტუზვალეტი და ის დაყარო და მართლა ძალიან ძლიერ ხელებს დაებდო. ხა თუ მართლა ყველა მეორე დარიგებას აოლინებს ოპონენტი გასაგებია ხო მაგრამ შეიძლება მეტნაკლებად აი თუ ესეც ელოდება კარს და რაღაცა მართლა ესეთი პრემიალური დიაპაზონი უნდა დაუქოლო. ჯობია ეგრე. ეხლა პოსტლუგ გათამაშებებში რა უნდა გავაკეთოთ? პოსტლუგ გათამაშებებში ხელი ასევე ძლიერი ხელი დაგჭირდება რომ მანიაკს მოუგოთ. საპასუხო აგრესიით კი არიან მანიაკები კატეგორია, რომელსაც შეიძლება საპასუხო აგრესიით მოუგო, მაგრამ უმრავლესობას საპასუხო აგრესიით ვერ აჯობებ. შესაბამისად, ჯობია მიიღო კარგი ჰენდი, მისცე დაუთმო ინიციატივა, დაუქოლო ხანახან. არ გაგიმართლებს, მაგრამ დისტანციაზე მომგებიანი იქნება ინიციატივის დათმობა მანიაკის წინააღმდეგ. არიან მანიაკები, რომლებიც ბლეფობენ ძალიან ბევრს არიან რომლებიც overplay-ს აკეთებენ. ანუ რაღაც ძალიან სუსტ ხელს ძალიან გადაჭარბებულად აფასებენ და ხო, ესეთ მანიაკებთან შედარებით უფრო ძლიერი ხელები დაგჭირდება და რაღაც ესეთი მარგინალური ბლეფ-კეჩერები არ გამოგვადგება. მოკლედ, უკვე დინამიკაში, უკვე თამაში ინდივიდუალურად უნდა წავიკითხოთ ესეთი მანიაკები. მაგრამ ძირითადი პრინციპი ის არის, რომ ინიციატივა უნდა დაუთმოთ, თორსა ძლიერი ხელი გვიჭიროს. მეტნაკლებად ძლიერი ხელი არ არის აუცილებელი, მაინდა-მაინც ნაცი. მეორე წყვილი შეიძლება რაღაც სიტუაციაში მზად იყო, რომ მეორე წვილით დავუშვათ 3 ბარელი დაუქოლო. მაგრამ ყოველთვის არ არის, რა თქმა უნდა, ეს დინამიკაზეა ძალიან დამოკიდებული და კიდრაზე ეცი დამოკიდებული, რომ უნდა იცოდე, რომ რაღაც ესეთი მარგინალურ სიტუაციაში, რაღაც მოსაზღვრე სიტუაციაში ჯობია დაყარო. იმიტომ რომ ამ ოპონენტთან გექნება უკეთესი სიტუაციაც, როცა შეგიძლია გასტეკო. და არ არის აუცილებელი, რომ მაინდა-მაინც ამ დარიგებაზე გასტეკო რა. დაელოდე უკეთეს ხელს, თუ არ ხარ დარწმუნებული შენს ხელში, თუ არ ხარ დარწმუნებული. არა უშოს. არასწორ კოლს ყოველთვის ჯობია გააკეთო არასწორი ფოლდი. ეს არის აი ოქროს წესი. კარგი. გადავიდეთ შემდეგ კატეგორიაზე და დონქებზე ვილაპარაკოთ. ნუ ამ მოთამაშეებზე ბევრი არც არის ალაპარაკო სიმართლე რომ ითქვას. მაგრამ ნუ ესენი არიან მოთამაშეები, რომლებიც აი მე მაგალითად ამათ რაღაცა თვითნასწავლი რეგულარებივით არიან რა. თიკოს არანაირად სტრატეგია არ უსწავლიათ, არაფერი ვიდეო არ უნახიათ ცხოვრებაში, ტრენერთან ხო არ ყოფილან და არ ყოფილან და აი რაღაცნაირად თავისი გაკეთებული ამ რაღაცა დასკვნებით და რაღაცეებით მეტნაკლებად რაღაც თამაშის სტილი ჩამოუყალიბდათ. და რა გამოვიდა ახლა ეს თამაშის სტილი? პრინციპულად გაიგეს რაც უნდა გააკეთონ, რომ ძლიერ ხელს უნდა დაელოდონ და მერე დაარეიზონ, მაგრამ აკეთებენ ამას ძალიან ხისტად და უხეშად და ზოგჯერ ნერვების მოშლილად. ხა მე მაგალითად ძალიან ბევრი გაუტილტი ვარ ხოლმე ვიღაც დონქებს. უცებ დააოლინებს, სეტი დაინახა ფლოპზე დააოლინა. აი რაღაც ეგეთ სიგიჟეებს აკეთებენ ხოლმე. მაგრამ ესეთი მოთამაშეები აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, უნდა წავიკითხოთ. ნუ, როცა ვაკვირდებით თამაშს და ყურადღებით უყურებთ ესეთ მოთამაშეებს, როცა შევამჩნევთ, უნდა მოვნიშნოთ და ვიცოდეთ, რომ რასაც გვანახებს, ყავს მართლა, რაც არ უნდა უაზროდ ათამაშებდეს, დაუშვათ იმ ტუზებს, რაც არ უნდა უაზროდ ათამაშებდეს, სეტებს, სტრიტებს, ხო? უნდა დავიჯეროთ ხოლმე რა. ზოგჯერ ბლეფიც ახასიათებთ უაზროდ. როცა გაიტილტებიან ან რაღაცა ეგეთი, მაგალითად შეიძლება უცებ პოტბეთი გამოვიდეს თერნზე ბლეფზე და რივერზე დაიკიდოს დაჩეკოს დაყაროს. აი რაღაც აი ცოტა მოუხელთებელი მოთამაშეები არიან, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ იდეაში ესენიც ითვლებიან რეკრეაციულ მოთამაშეებად, მაგრამ თავი ჩვენი შემოსავლის წყარო მაინც ესენი არ არიან. და მეტნაკლებად ისე უნდა ვეთამაშოთ რა. სწორხაზოვანი პოკერი რა. ჩვენი სწორხაზოვანი პოკერი A-game რაც არის ვეთამაშებით და კი რაღაცა მორგებები უკვე ინდივიდუალურად უნდა გავუკეთოთ ხოლმე. აი მაგალითად ერთჯერადი ბლეფები, სპოტბეთები რაღაცეები თუ დავამუღამეთ როდის ასაკეთებენ რაღაცა, იმას უნდა მოვერგოთ რა თქმა უნდა რა. და თუ ვერ დავამუღამეთ კიდე და უბრალოდ უნდა დაუჯერო, როცა უაზროდ დიდ ფსონებს აკეთებს, ესეც იგივე სიტუაციაა, როგორც ეხა მანიაკზე ვთქვი რა. ისევ არასწორი ფოლდი ჯობია, არასწორ კოლს და ისევ ესეთ ოპონენტთან გექნება უკეთესი სიტუაცია. იქნება ის მომენტი, როცა სეტი გექნება და ამას ექნება რაღაცა კაროლდამა. ძირითადად ახასიათებთ overplay. მოედება ტოპ წყვილს, ეგრევე ურახუნებს ძალიან დიდი საიზინგებით. მე არ გამოვრიცხავ
მე მართლა არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც დაბალ ლიმიტებზე, რაღაც შემადგენლობებში ეს ბევრი დონკი პლუსში თამაშობდეს რა. მაგრამ როგორც წესი, ასეთი 0-თან ახლოს მინუსში მოთამაშეები არიან, რომლებიც არც ისოლდებიან, ხანდახან რაღაც აქციებია, ხანდახან რაღაცა ბონუსებია, ხანდახან კარგი რეიკბექის პირობებია რაღაცაა და მაინც რაღაცნაირად აი 0-თან ახლოს რაღაცნაირად ტრიალებენ, თამაშობენ და არც ვითარდებიან და სავარაუდოდ არც არასოდეს არ განვითარდებიან რა. ეგეთ აი რაღაცნაირი ეგეთი მოთამაშეები არიან ხოლმე. რომლებიც, ბევრ მოთამაშეებს ნერვებს უშლის ხოლმე. ნერვების მომშლელი ის ახასიათებს ხოლმე რაღაც მომენტში. აი, იმიტომ რომ მოლოდინი გვაქვს ხოლმე არასწორი რა, უცებ შეიძლება რეგულარი გეგონოს. მონიშნული ყავდეს რეგულარად და უცებ რაღაცეთი გააკეთოს, რომ გამოგაშტეროს რა. ასე რომ მზად იყავით ესეთი მოთამაშეებისთვის. თუმცა დონკი, ხო, რა უნდა დამემატებია? დონკბეთი, ხო? ჩვენ ვიცით რაც არის დონკბეთი, ამაზე უკვე ვილაპარაკეთ, თორსა ინიციატივის გარეშე, ანუ აგრესორის წინააღმდეგ ფსონს აკეთებ, ასე ვთქვათ, რიგ გარეშე ფსონს. ეს არის დონკბეთი და ამას მაგიტომაც დაერქვა დონკბეთი, რომ ზოგადად ამათ ინიციატივის განცდა არ აქვს რა. მაგათ შეცდომით მოძდით ეს. ან ინიციატივის განცდა არ აქვს. შენი რო ინიციატივა მაგას ვერ ხვდებიან და პირდაპირ დაინახა კარტი ეგრევე აკეთებს ფსონს დონკბეთს. მაგრამ აი პროფესიონალები შედარებით მაღალ ლიმიტებზე და უკვე დაბალ ლიმიტებზეც ძალიან ეფექტურად იყენებენ დონკბეთებს. შესაბამისად, ვისწავლოთ ესეთი მოთამაშეებისგან, პოკერში ეს წესების მიხედვით აბსოლუტურად მიღებული რამეა, ხო, დონკბეთი. და შესაბამისად, არის რაღაცა სიტუაციები, სადაც აი მაგალითად ჩეკ რეიზი, ხო? ჩეკ რეიზ დონკი ჯობია. მაგალითად აი რაღაცა ფლოპი მოვიდა, სადაც დაბალი ფლოპია, სადაც რაღაცა ჩეკ რეიზი კარგად გავა, ვიცი, ხო? მაგრამ ჩეკ რეიზი უფრო ძვირია და მერჩენია დავხეთ აი 2/3 დონკი გავაკეთო და შეიძლება უფრო ეფექტურადაც იმუშაოს რა. აი ესეთ რაღაცეები, ესეთი მოთამაშეებისგან შეიძლება ვისწავლოთ. კარგი, გადავინაცვლოთ შემდეგზე. ნიტები. ესენი ასევე ყველაზე, რეგულარებში ყველაზე ხშირი ხშირად გვხვდებიან ხოლმე მიკროლიმიტებზე. ამიტომ დავაწერი აქ რეგი თუ ფიში, იმიტომ რომ ნიტი შეიძლება იყოს ფიშიც და რეგიც. მაგრამ ფიშები, რომლებიც ნიტური სტილით თამაშობენ, ხო? არიან უფრო აი რაღაცნაირად აი რაღაცა პერიოდი, მონაკვეთი, რაღაც დროის მონაკვეთი თამაშობენ ნიტურად და მე რაღაც მომენტში გაიტილდებიან და დაიწყებენ ხოლმე, გადაერთობიან ხოლმე უფრო ლუზურ თამაშზე რა, დიდი ხანი ვერძლებენ ხოლმე. მაგრამ ზოგჯერ აი თავის ოპტიმალურ ფორმაში ეს ნიტურად თამაშობენ ხოლმე. განსაკუთრებით ბევრი ფიში ვიცი, რომელიც ტურნირებს თამაშობს. ძალიან ნიტურად, სხვათაშორის თავის თავს პროფესიონალთაც თვლიან ხოლმე ხანდახან, იმიტომ რომ ძალიან დიდი დანაკარგები არა აქვთ როგორც წესი ესეთი პასიური თამაშით და ხანდახან რაღაცა შედეგებიც ქონიათ და გონიათ რომ ესეთი კარგი მოთამაშე საკუთარი კარგი მოთამაშეებად მიაჩნიათ და თან აი მართლა იმ რაღაცა რადიკალურ ექსტრემალურ ფიშებს, ანუ Calling Station-ს და მანიაკებს, რა თქმა უნდა ჯობნიან და უგებენ და შესაბამისად იმას თავდაჯერებას აძლევს ეს და საკუთარი თავი გონიათ ხოლმე, თუმცა თვითონაც ფიშები არიან, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ადვილად გაიტილდებიან რაღაც სიტუაციაში და თავიანთ ტექსტს ძალიან ადვილად დათმობენ ხოლმე. რაც ეხება ხა რეგულარ ნიტებს, ამათ რეგულარულად ტაიტ პოკერს თამაშობენ და ასე ვთქვათ ძალიან პასიურად და ტაიტად თამაშობენ. ეს უკვე რეგულარული სახე აქვს ამას და როგორც წესი მიკროლიმიტებზე ნიტები პლუსში თამაშობენ. ანუ მომგებიანი მოთამაშეები არიან. ბევრს ვერ იგებენ რა თქმა უნდა, მაგრამ აი რაღაცას იგებენ, რაც უღირთ რომ ითამაშონ და როგორც წესი ძალიან ბევრ მაგიდას თამაშობენ და ესეც განაპირობებს გარკვეულწილად რომ ნიტები არიან, იმიტომ რომ არც რჩებათ დრო. აქ ეხა ორი კატეგორია ჩავსვი აქ ნიტებში, როკი და ესა ვიქთაითი. ანუ რეალურად ხო, ზოგი სხვადასხვა კატეგორიებში სვავს ხოლმე ამას, მაგრამ მეტაკლებად ერთია რა. როკები არიან აი დაახლოებით ეგეთი მოთამაშეები, რომლებიც იდეაში ტაიტ აგრესიულ, ანუ რეგულარულ პოკერს თამაშობენ ჩვეულებრივ ანუ სტრატეგიის მიხედვით. მაგრამ უბრალოდ ცოტა ექსტრემალურ ვარიანტს, ანუ ძალიან პატარა რეინჯს არეიზებენ, მარტო პრემიალურ რეინჯს არეიზებენ, დაახლოებით აი ყველა პოზიციიდან რო UTG რეინჯი არეიზო, ხო, დაახლოებით აი ესეთ რაღაცას აკეთებენ. პოზიციის მიხედვით ასე თქვა რეინჯს არ ზდიან, ან ძალიან ცოტა და უნიშნელოდ ზდიან. მაგრამ აი ესე ტაიტ აგრესიულ სტილს თამაშობენ, მაგრამ ექსტრემალურს და აი ვიკ ტაიტებსაც შეეხება, ესენი ლიმპავენ კიდევაც, ლიმპკოლსაც თამაშობენ კიდევაც, ტრიბეთებს ცოტა შედარებით ლუზურად ქოლავენ და აი რაღაცნაირი აი ტაიტი პასიური რაღაცნაირი სტილია, რომელიც იდეაში მე ვამბობ ხოლმე რომ ესენი შანსს არ იტოვებენ თქო რომ მოიგონ რა. აი მართლა რაღაცა ეგეთი სტილია, რომ არც აგრესია ახასიათებს წესიერად, არც ანუ აი არაფერი რა, რაღაცნაირად აი რაღაცა უმარილოდ თამაშობენ. კი, ბევრს არაგებენ, მაგრამ ვერც ვერაფერს ვერ იგებენ, სავარაუდოდ აი როკები, ახლა მაგალითად აი პირობითად ვთქვათ, აი როკები დავუშვათ ბევრ მაგიდას თამაშობენ რაღაც
ძალიან სუსტ შემადგენლობაში თუ თამაშობენ, სავარაუდოდ პლუსში ითამაშებენ, ან ძალიან იაფიან ტურნირებს, ან ძალიან დაბალ ლიმიტებს cash-ს, ხო? პლუსში ითამაშებენ სავარაუდოდ. მაგრამ ვიკტაიტები სავარაუდოდ მაინც ვერ ითამაშებენ პლუსში. სადღაც 0-თან ახლოს შეიძლება რეიკბეკის ხარჯზე გადიოდნენ პლუსში, მაგრამ შეიძლება ვერც გადიოდნენ პლუსში, მოკლედ ძალიან არასასურველი სტილია ეს ვიკტაიტი. ეხლა რა ხდება? როგორ უნდა მეთამაშოთ ამათ? ნიტებს და თუნდაც ვიკტაიტ მოთამაშეებს. ნუ ეხლა როკებს როგორ უნდა მეთამაშოთ? პირველ რიგში რომლებიც ძალიან ცოტა ხანს ათამაშებენ და ესეთ მოთამაშეების აგრესიის წინააღმდეგ რა თქმა უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. მაგრამ უნდა ვეცადოთ რომ მოვპაროთ ბლაინდები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ პატარა პოტებზე უნდა ვეჭიდავთ ძალიან აქტიურად. განსაკუთრებით ვიკტაით მოთამაშეებს. პატარა პოტებზე ვეთამაშებით აქტიურად, ვაკეთებთ სიბეთებს, შეიძლება მეორე ბარელი გავაკეთოთ რიგ შემთხვევაში ასე შემდეგ, მაგრამ როცა მივიღებთ საპასუხო აგრესიას, უნდა ვიცოდეთ რომ მათი აგრესია მეტყოლებს ძლიერ ხელზე და უნდა ვიყოთ აბსოლუტურად ფრთხილად და მორჩა. ესეთი მოთამაშეების წინააღმდეგ სეტის დაჭერა ძალიან ეფექტურია ხოლმე, იმიტომ რომ თუ ოვერწყვილი ყავს, რომელსაც დიდი ხანი ელოდებოდა, ძალიან უჭირთ ხოლმე რომ ხელი გაუშვან, იმიტომ რომ დიდი ხანი ელოდებიან როგორც წესი თავიანთ ძლიერ ხელს და მერე იმის დაყრა უჭირთ ხოლმე და შესაბამისად აი ესეთი cooler value-ზე თამაში ესეთ მოთამაშეებთან ძალიან ეფექტურია ხოლმე რა. კარგით, მე მაგას რამეებს უკვე ცოცხალ სესიებში უფრო დეტალურად გავივლით ხოლმე, მაინც ისევ ვიმეორებ რომ ეს კლასიფიკაცია მაინც პირობითია, რა თქმა უნდა მოთამაშეებს ინდივიდუალურად უნდა ვაკვირდებოდეთ და ვერ გებოდეთ. განსაკუთრებით კარგია, როცა სტატისტიკა გვაქვს მოთამაშეებზე ინდივიდუალურად და ვიცით მათი სტატისტიკა. ნუ გარჩევაც აი ამ კატეგორიების გარჩევა სტატისტიკით უფრო ადვილია, რა თქმა უნდა. მაგრამ ნუ ეხლა დღეს არ ვილაპარაკებ მე სტატისტიკაზე. ანუ ეს უბრალოდ ეს ლუზი თაითი, პასიური აგრესიულია, ეს ორი კატეგორია გვაქვს, რომელთაც ვაფასებთ და გავაგრძელოთ საუბარი. ნუ ამ შემთხვევაში ხა რეგულარებზე ბევრი არაფერია სალაპარაკო, თუმცა მაინც რამე ვთქვათ. აქ ხა ფილმიდან დავდე სურათი, რომელსაც ჩვენ ამ არხზე უკვე ვილაპარაკეთ ხოლმე. ესენი ფილმში არიან წარმოდგენილები პროფესიონალი პოკერის მოთამაშეები, თუმცა ესენი ნახევრად პროფესიონალები არიან ესენი. აი ხა მაგალითად ხა აქ ეკრანზე ჯონ ტორტუროს პერსონაჟი არის, აი ნამდვილი რეგულარი, რომელიც პროფესიონალი. ეს ხა დამწყები რეგულარები არიან, ეს უფრო რაღაცა მაიმუნობს რაღაცებს, თაღლითობს თან და თან რეგულარია რა, ეგეთი მომენტი. ხა ორი კატეგორია ხდება ხოლმე. რეგულარების ძირითადად ნუ უბრალოდ ხა ნიტები და ისინიც რეგულარები არიან, იდეაში რეგულარი ნიშნავს, რომ ადამიანი რომელიც რეგულარულად თამაშობს და ეგ დონქებიც რეგულარები არიან და ნიტებიც და ხო, მაგრამ მე ამ პროფესიონალები, უფრო ვიხმაროთ თუნდაც თქვა ეს პროფესიონალი, ანუ რეგულარს როგორც პროფესიონალის სინონიმს ეგრე ვხმარობ ხოლმე რა. ნუ აი თაით აგრესივი, ხო, ახლა მიკრო ლიმიტებზე თაით აგრესივი არის ნუ მთავარი სტილი. რაც შეიძლება ითქვას მიკრო ლიმიტები, რომ მაღალი რეიქის წეხია, ამაზე ბევრი გვილაპარაკია. ჩვენ ანუ რეიქი ან საკომისიო არის ძალიან მაღალი და შესაბამისად ანუ ძალიან ლუზური სტილი თამაშის შესაძლებლობას ეს უბრალოდ ფიზიკურად არ იძლევა, იმიტომ რომ რეიქს დაძლევა გაგიჭირდება იმ სიტუაციებში, სადაც ძალიან ლუზურად ითამაში. ანუ რაღაცა მაღალი უპრატესობა გჭირდება ოპონენტთან ზოგადად, როგორც ხელის სიძლიერეში, ასევე ინიციატივაში და პოზიციაში და ნებისმიერ ასპექტში გჭირდება მაღალი უპრატესობა, იმისათვის რომ რეიქი იყოს დაძლეული. თუმცა ეხა რა თქმა უნდა ეს ლუზ აგრესივი რაც არის ესეთი მთავარი სტილი პოკერში, ეს არის რომ მოთამაშე რომელიც ნუ იდეაში ცდილობს ნუ ფიშებთან ხო იცის და იცის თამაში და ამაზე დამატებით კიდე აი ნიტებთან და ასე ვთქვათ თაით პასიურ მოთამაშეებთანაც იცის რაღაცა ექსპლუატაციური ხერხები და უფრო ლუზურად და უფრო აგრესიულად თამაშობს. დიდი სხვაობა როგორც წესი ამაზე არ არის ხოლმე, აი მაგალითად ხა თაით აგრესიულ მოთამაშეს თუ ექნება სტატები დაუშვათ, აი win სტატისტიკის ვიდეოს უყურა, იცის აი ეს VPIP რა არის, PP და PF არის, ანუ preferred prize და აი თაით აგრესივს თუ ექნება დაუშვათ, აი 22-18-ზე ან რაღაც 24-20-ზე ხო დაახლოებით აი ესეთი სტატები თუ ექნება, ხო, აი lose aggressive-ს ექნება რაღაცა 28-25-ზე ან რაღაც ეგეთი. როგორც წესი PP-ს და PF-ს შორის დიდი სხვაობა ნიშნავს ხოლმე რომ ფიშია ოპონენტი რა, ანუ თუ კოლის მაჩვენებელი ძალიან მაღალი აქვს პრეფლოპზე, იქნება ეს cold call-ი, limpi თუ ნებისმიერი არა აქვს მაგას მნიშვნელობა. თუ აი ეს განსხვავება დიდია ხოლმე, ეს ნიშნავს ხოლმე რომ ფიშია ოპონენტი. ძალიან დიდი სხვაობა მაგის თქმა მინდა რომ არ არის lose aggressive-სა და tight aggressive-ის შორის აი სასტატო გათამაშებულ სასტატო კომბინაციებში, მაგრამ ის პატარა სხვაობა, რომელსაც აი lose aggressive-ი ახერხებს რომ პლუსში გაიყვანოს, ესეთი ძალიან მაღალ ოსტატობას მოითხოვს. შესაბამისად მიკრო ლიმიტებზე ესეთ რაღაცას ძირითადად არ ხვდებით ხოლმე, ასევე ვიმეორებ რომ მაღალი რეიქის წეხის გამო. ხო, თუმცა ხო, ყველაზე ასე ვთქვათ კომპლექსური და რთული სტილი არის ეს lose aggressive-ი, რომლისკენაც იდეაში მიდის პროფესიონალი თავის გზაზე სავარაუდოდ.
თუმცა სტილს გააჩნია რა, ვიღაცას ურჩევნია ესეთი შედარებით ესეთი სოლიდური tight აგრესივის თამაში და მაღალ ლიმიტებზეც არიან შედარებით განსხვავებული სტილის მოთამაშეები, რომლებიც შედარებით უფრო tight-ად თამაშობენ და შედარებით ლუსურად თამაშობენ. სხვადასხვა ეხლა თანამედროვე პოკერში სოლვერების ეპოქაში უფრო ძალიან მსგავსი გახდა ეს სტრატეგიები ერთმანეთის და ის პრესოლვერების ეპოქა რო ნახოთ დაუშვათ 2015 წლამდე დაახლოებით ქვემოთ 2013-2012 წლის პერიოდის ტოპ რეგულარები ხო მაგალითად პოკერსტარსის მისტეიკის რეგულარები ძალიან განსხვავებული სტილით თამაშობდნენ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ იყვნენ ძალიან აგრესიული მოთამაშეები ხა ნანონოკო მიხსენებია ხოლმე და თავიდან რომ შემოვიდა ეს სტატისტიკა და პირველად რომ ნახეს ამ მოთამაშეებმა ამ ნანონოკოს სტატები თუ სწორად ნახოს ნანონოკოს ამბავი არის ეგ პირველად რომ ნახეს ამის სტატები ბატონზე ქონდა 90% open raise ანუ 90% სასტარტო ხელებს არ ეიზებდა ბატონზე რა ძალიან ექსტრემალურად აგრესიული თამაში არის თუმცა პოზიციის უპირატესობას იმხელა დიდი მნიშვნელობა ქონდა სტატისტიკა შემოვიდა პოკერში რა ესეთი რაღაცის უფლებასაც აძლევდა თავის თავს და რა თქმა უნდა პლუსში ქონდა ბატონი მერე უკვე სტატისტიკა შემოვიდა თამაში ასე თქვა უფრო გაძნელა და ის სოლვერების ეპოქაში როცა უკვე ოპტიმალური თეორია არსებობს თამაშის უფრო ძალიან დაემსგავსა ერთმანეთს რეგულარების თამაშის სტილები თუმცა ადრე უფრო რომანტიკულ ეპოქაში პოკერის თამაშის სტილები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდა შემდეგი კატეგორიაში ჩავსვი ესეთი რაღაცა რომ არაკეთილსიზიერი მოთამაშეები ბოტები team playerები და ასე შემდეგ ეს რავი რა შეიძლება ამაზე ითქვას უბრალოდ რავი თუ ამჩნევთ რომ არიან ესეთი მოთამაშეები ან თუ რაიმე მტკიცებულება გაქვს team play მაგალითად ახლა მე ყოფილა შემთხვევა როცა ახლა რუმს არ დავასახელებ ქართულ რუმში მოვხვედრილ ვარ ფინალურ მაგიაზე 7 კაცი ჩემ გარდა ანუ 8 მაქსზე ყველა იყო სექტა და შეთანხმებულად თამაშობდნენ თან იმდენად ნაგლად ჩიპ დამპინგის და იმის აკეთებდნენ რომ ძალიან აშკარა ფაქტი იყო რომ სექტა იყვნენ მეოთხე ადგილზე დავამთავრე ეგ ტურნირი და ძალიან მივქარე რომ რავი არ გავუგზავნე რუმს ერთადერთი ეგ შემილია თქვა ანუ რაღაცნაირად მაშინ იმდენად მიღებული იყო ეს სექტები რომ აი წინასწარ ტურნირზე რომ რეგისტრირდებოდი ვიცოდი რომ ამ ტურნირზე იყვნენ სექტები და მაგის გათვალისწინებით თამაშობდი ხოლმე ტურნირს და იმამობდი ხოლმე ეს სექტანტია ეს არ არის რაღაცნაირად ძალიან შეგუებული ვიყავით ამ ამბავს ეხლა ცოტა სხვა ეპოქაა რავი ესეთი რაღაცა ძალიან ბევრი რეგულარი ვინც ამჩნევს რომ არიან ბოტები არიან სექტები team play რაღაცა არაკეთილსიზიერი თამაში რავი დასკრინავს გადაუგზავნის პოკერ რუმს ეტყვის რომ გადაამოწმონ და რავი თუ კეთილსიზიერი პოკერ რუმია და თუ სანდო პოკერ რუმია როგორც წესი გადაამოწმებენ და ბანს დაადებენ ჩაურლებრივად ზოგიერთ შემთხვევაში აგინაზღაურებენ კიდევაც რავი რაღაც დანაკარგებს თუ რამედან მაგრამ შენ შემთხვევაში ანაზღაურების გარეშე უბრალოდ ბანს დაადებენ ხოლმე კონფისკაციას გაუკეთებენ და ეგ არის რა ჩამოართვევენ იმ თავის ბანკროტს და რაღაც ეგეც. მაგრამ ამაზე ბევრი სალაპარაკო არაფერი არ არის, მაგრამ მაინც უნდა მოერიდო ადამიანი ისეთ რუმებს, სადაც ძალიან ბევრი ბოტები არიან. ხო, არის რუმები, რომ გამოტენილი არის ბოტებით და რავი, სამწუხაროდ კარგი რუმები, ზოგიერთი კარგი რუმიც, აი გამოტენილი არის ბოტებით. მაგალითად, აი Winning Poker Network-ი, აი Poker King-ი და America's Card Room-ი და ანუ ძალიან ბევრი ბოტები არიან, როგორც ამბობენ რა, რეგულარები ხა მე მან და არ ვთამაშობ. და რავი, სხვა რუმებიც არის, სადაც აი ძალიან ბევრი ბოტებზე, ანუ საუბარი მსმენია. კარგი, გადავინაცვლოთ შემდეგ კატეგორიაზე. რომელ კატეგორიაზეც უბრალოდ ტოპ რეგი დავაწერე და აი პატრიკ ლეონარდის სურათი გამოვიტანე. რა თქმა უნდა, ბევრი ძალიან მაგარი ტოპ რეგი არსებობს, რომელსაც ძალიან პატივს ვცემ, უბრალოდ რატოღაც ეხა პატრიკი გამახსენდა. წინა დღეებში ძველი პატრიკის ვოდები ნახე და მახსოვს რომ თავის დროზე ამ ადამიანისგან ბევრი რამე ვისწავლე პოკერში და აი ზოგადად ძალიან გვაკლია ჩემი ის ქართულ რეგულარებს ზოგადად ქართულ პოკერის სამყაროს რაც ძალიან ისეთი სამყაროა, ღარიბი სამყაროა. აი მაგალითად ეხა ინტერნეტში არიან სტრიმერები კი სხვადასხვა ეხა თანამედროვე ქართულ YouTube-ზე მოიძებნება პოკერის სტრიმები და რაც კარგია ძალიან, მაგრამ ნუ იდეაში მაინც ცოტაა ძალიან და ის შემსწავლელი კონტენტი ძალიან ცოტაა და აი community-ც რავი მე მაგალითად არაფერ ქართულ ენოვან community-ში არ ყოფილვარ, მაგრამ მსმენია რაღაცა community. არა, რაღაცეებში ყოფილვარ უბრალოდ ეხა გამახსენდა რაღაცეები ყოფილვარ. მაგრამ აი მაინც რაღაცნაირი ზედაპირული პონტი რა, ხო, უბრალოდ დარიგებების მოყოლა და რაღაც ეგეთები. აი ნამდვილად რეალური გამოცდილების გაზიარება, ვიდეოების გარჩევა, ბაზის გარჩევა, რაღაც ესეთი აი სერიოზული თანამშრომლობა, სერიოზული ასე ვთქვათ
პარტნიორობა მაინც არ არის ხოლმე ქართულ პოკერის კომუნიტიში, რაც ძალიან ცუდია, იმედია იქნება, იმიტომ რომ ზოგადად პოკერი ძალიან შემოსავლიანი საქმიანობა, აი პატრიკ ლეონარდსაც ჰქონდა თავის დროზე რა ერთ-ერთი ფონდის დამფუძნებელია და ეხლა აღარ არის იმ ფონდში, მე ფართი პოკერშიც იყო ერთი პერიოდი, მე რავი, სადაღარ იყო და ძალიან წარმატებულა. მინდა რომ თქვა, რომ ეს პოკერის ფონდები, მოკლედ, რავი, ყოველწლიურად მილიონობით დოლარს შეუვლობენ და ძალიან მსხვილი ბიზნესებია, თვითონ მოთამაშეები ძალიან კარგ ფულს შეუვლობენ, მოკლედ აი ძალიან ისეთი შემოსავლიანი ინდუსტრიაა და ძალიან კარგი იქნებოდა რომ საქართველოში ასე ვთქვათ განვითარებული იყოს და ანუ რაღაცა პარტნიორობით და თანამშრომლობით ისევე ასე ვთქვათ წარმატებული პოკერისტებით ხდება ან წარმატებულ პოკერისტებთან ასე ვთქვათ დაკვირვებით, პარტნიორობით, თანამშრომლობით და ასე შემდეგ ხდება ამის განვითარება. ხო, და კარგია, როცა ჩვენც აი ვამჩნევთ აი ტოპ რეგულარებს, ვამჩნევთ მაგალითად ჩვენს ლიმიტზე, გვაქვს ურთიერთობა, მაგალითად აქვს იმას რაღაცა სოციალური ქსელი, სადაც თავის შედეგებს, ეხლა მაგალითად საერთოდ არ ვიცით ერთმანეთის შედეგები ამ რეგულარებმა, კი ვიცით რომ ვიგებთ, მაგრამ ეხლა მაგალითად მე რაღაც Facebook-ზე რაღაცა პოსტები, კომენტარები რაღაც ეგეთები მინახავს ხოლმე, სადაც ადამიანები რაღაც ისეთ შემოსავლებს ასახელებენ ხოლმე ისეთ ლიმიტებზე, რაც უბრალოდ ანუ თუ რამე ოდნავ მაინც გესმის პოკერი, მიხვდები რომ შეუძლებელია რა. იმიტომ რომ რავი მაშინ გენიოსი ხარ და თუ გენიოსი ხარ, მაშინ იმას 5 ლარიან ტურნირებს რატო თამაშობ? აი დაახლოებით ამას გულისხმობ რა, ხო ხდებით რა? ხო და ანუ აი რაღაცნაირად ძალიან მაგხრივ ძალიან ღარიბი, იმიტომ რომ ძირითადად სტატისტიკის გარეშე ვთამაშობ. ერთმანეთის შედეგები არ ვიცით, ვინ არის ტოპ რეგი, ვინ არის მართლა მაგარი მოთამაშე, ვინ არ არის, არ ვიცით. ერთმანეთს არაფერს არ ვასწავლით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კარგი იქნებოდა რომ ეს ამბავი მოგვარებულიყო რაღაცნაირად აი უფრო პროფესიონალური და უფრო ესეთი სტრატეგიული და ხო, მიდგომა მქონდა. ერთმანეთისგან გვესწავლა და რავი რა, როგორც საზოგადოებრივ არის, როგორც თუნდაც რუსეთში და უკრაინაში და აი რუსულენოვან პოკერის სამყაროშია, როგორც ანუ ამერიკა რაღაცა და როგორც ინგლისურენოვან პოკერის სამყაროშია ევროპაში, ნებისმიერ ქვეყანაში. კარგი იქნება რომ ქართული პოკერიც ესე ყოფილიყო და გწოდოდა ვინ არიან ტოპრეგები, ვის აქვს უფრო უკეთესი შედეგები, რატო აქვს ეს უკეთესი შედეგები, ანუ როგორ მიაღწია უკეთეს შედეგებს, ანუ რას აკეთებს განსხვავებულს და ასე შემდეგ და გვასწავლოს მაგალითად პირობითად რა, ერთმანეთს ვასწავლოთ მაგას გულს. იდეაში ეს არხიც მაგით დავიწყე, რომ რავი, მე ჩემი გამოცდილება რაც მაქვს, მე დიდი არაფერი გამოცდილება არ მაქვს, ნუ გასაგებია მე არ ვარ ხა ძალიან წარმატებული პოკერის მოთამაშე, მაგრამ მიკროლიმიტებზე ვფიქრობ, რომ კომპეტენტური ვარ. და გაუზიარო იმათ, ვინც ეხლა იწყებს თამაშს და მე ვიდეო მექნება. შემდეგი ვიდეო პრეფლოპზე მექნება. პრეფლოპ მოდელს გავაკეთებ ერთ ცალკე ვიდეოს, ხა ბევრს ლაპარაკობ ამ პრეფლოპზე, მაგრამ უკვე მინდა რომ ამოვწურო ერთ ვიდეოში, მე რომ ამოვწურო და უკვე გადავიდეთ და მე გადავიდეთ უკვე პოსტლოპ გათამაშებაზე და ჰენდ რიდინგზე, რადგან იდეაში მე ნუ მთელი ცხოვრება პოკერისტმა უნდა იმუშაოს. ეგ არის ჰენდ რიდინგი, ანუ პოსტლოპი რა. ხო, და გავაკეთებ მოკლედ ვიდეოს, სადაც იქნება პრეფლოპი ამოწურული თავიდან ბოლომდე, პრეფლოპ მოდელი და კიდე გავაკეთებ ვიდეოს თუ აი რა შემთხვევაში ღირს საერთოდ პოკერის კარიერა დაწყება და როგორ უნდა ავარჩიოთ დისციპლინა, მაგალითად ტურნირები თუ ქეში, ძირითადად ტურნირებზე ქეში კონცენტრირდები. ნუ მაგის გარდა კიდე არის რაღაცა დისციპლინები. ნუ აი მაგალითად აი ზუმი შეიძლება ცალკე დისციპლინად ავიღოთ. ან ხო, ან სპინერზე შეიძლება ცოტა რამე ვთქვა, მაგრამ ნუ ძირითადად ქეში და ტურნირები ეს ორ კატეგორიად, იმიტომ რომ ეხლა ისე რომ ვთქვათ რა ანუ ზუმი მაინც ქეშის ნაწილია, სპინები მაინც ტურნირების ნაწილია, ან ტურნირული სისტემა არის. სულ აი ესე, უხეშად სულ ორი კატეგორია არსებობს რა, ტურნირები ქეში და მე შიდა კატეგორიებია რა. კაი, მაგაზე მე იქნება ვიდეო მაგასთან დაკავშირებით და იქნება პრეფლოპ მოდელზე ვიდეო. ხო. და აი ბოლო სლაიდი ესეთი ჩავსვი. user brain ეგრეთ წერია, რაც შეიძლება ძალიან უხეში ფორმულირებაა, მაგრამ ხო, ეგ არის რაც არის სათქმელი იდეაში, პოკერი არის ინტელექტუალური თამაში, უნდა გამოვიყენოთ ის, რაც არის ჩვენ შესაძლებლობებში, ჩვენს მართვისადავეებით ჩვენ გვიჭირავს, ეს არის ჩვენი გონება, ჩვენი გონებრივი შესაძლებლობები, უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად და ვაჯობოთ ჩვენს ოპონენტებს, ეს არის და ეს მეტი არაფერი, ანუ ავარჩიოთ სწორი თამაში, სადაც იქნებიან ჩვენზე ზუსტი მოთამაშეები, სადაც გვექნება სწორი პოზიცია, შედარებით პასიური მოთამაშეები გვეჯდებიან ხელმარცხნივ, შედარებით ასე თქვათ, ჩვენთვის ისეთი ხელსაყრელი და საინტერესო ოპონენტები, რომლებზეც გვინდა რომ ფული ვიშოვოთ, გვეჯდებიან ხელმარჯვნივ, განსაკუთრებით სასურველია რომ აგრესიულ მოთამაშეები ხელმარჯვნივ გვეჯდეს, იმიტომ რომ ვაკონტროლებდეთ ჩვენი პოზიციით მათ აგრესიას. და ხო, ეგ იყო ჩემი სათქმელი. დაწერეთ თუ ვინმე სურვილი იქნება კომენტარებში დაახლოებით
თქვენი რეკრეაციული გამოცდილება პოკერში, თუ ეხლა ხართ რეკრეაციული მოთამაშე, ან თუ ადრე როცა სანამ სტრატეგიის სწავლას დაიწყებით, რა სტილის მოთამაშე იყავით? უფრო მანიაკი იყავით, უფრო ტელეფონი, უფრო დონკი, უფრო ნიტი, თუ აი რა ტიპის მოთამაშე იყავით? აი მე მაგალითად ვიყავი აი calling station-ი, აი super calling station-ი ვიყავი. რო ვისწავლე პოკერის თამაში, მე მინდოდა რომ ამეწყო კომბინაციები. აი ეს ყველაზე პრიმიტივი, ნუ უმრავლესობა ადამიანები ესე არიან ხოლმე და თამაშობდი calling station-ით. მე რაღაც მომენტში მივხვდი რომ არ მუშაობდა ეგ და გავხდი არა უფრო რაღაცა ტურნირების თამაში დავიწყე, ფრიროლების თამაში დავიწყე, ძალიან ბევრ ფრიროლებს თამაშობდი. და მივხვდი რომ აი კარგი კარტის დალოდება და მე პირდაპირ დაოლინება იყო ძალიან ეფექტური. აი ჩემის მივხვდი ამას, მაგალითად რაც ძალიან სწორი რამეა და ძალიან ბევრი ფრიროლები მოვიგე სხვათა შორის, ანუ სანამ პროფესიონალ კარიერას დავიწყებდი. მე ძალიან დიდი ხანი ვთამაშობდი პოკერს, სანამ პროფესიონალ კარიერას დავიწყებდი დაახლოებით, რავი, ნუ ძალიან ბევრი ხანი რა, უბრალოდ ეს რეკრეაციულ დონეზე ძალიან მევასებოდა პოკერი და ძირითადად ფრიროლებს თამაშობდი ხოლმე და აი ამ ფრიროლებში მოკლედ ძალიან ხშირად ვიგებდი ხოლმე, იმიტომ რომ აი ეგ იყო ჩემი სტრატეგია. უბრალოდ კარგად ვოლდებოდი, ტუზდამა მოვიდა და დავაოლინე. დაჟე ვამოვდი ხოლმე. ჩემი სტრატეგია არის მეთქი ეგ, მოვიდა ტუზდამა, დააოლინე და იდეაში ამ ფრიროლებზე მართლა მუშაობდა ეს რა. და კეშზე კიდე უბრალოდ მინდოდა რომ რამე კარგი კომბინაცია ამეთო. განსაკუთრებით სეტის დაჭერა მიყვარდა ხოლმე და აი წყვილს ხელიდან ვერ გამაგდებინებდი რომ სეტი არ დამეჭირა. კარგი, დაწერეთ კომენტარებში. წარმატებებს გისურვებთ მაგიდებზე.